მოგესალმებით. დაახლოებით 3-4 თვის უკან ჩვენ ვთქვით, რომ გავაკეთებდით საქართველოში ერთ-ერთს იურიდიულ სამსახურს. და რამ გადამაწყვეტია ეს და ეს რატომ გავაკეთე. დღეს უკვე სამსახური გაკეთებულია 100%-ით და თქვენ ახლა კადრებს ნახავთ, ალბათ ნახეთ კიდევაც და ჩვენ 1 იანვარი თებერვლიდან უკვე შეგვიძლია ოფიციალურად იმ ადამიანების საქმის განხილვა, ვისაც ეს დაჭირდება მთელი საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს სამსახური იქნება საერთაშორისო სამსახური, სადაც დაფუძნებული არის დუბაიში. რაც შეეხება ბატონ კოტეს, ბატონი კოტი არის იურისტი, იქნება კომპანიაში, კომპანიას თვითონ ხელმძღვანელობს, არის ქალბატონი მარიამი, რომელმაც ჩვენთან დიდი სურვილი, რა თქმა უნდა, გამოთქვა თანამშრომლობის, მოვილაპარაკეთ და ერთი კუთხით მარიამიც გაუწევს კონტროლს ამ იურიდიულ სამსახურს. ეს არ არის მარტივი, ეს არ არის პატარა საქმე. ეს ქვეყანას აუცილებლად ჭირდებოდა. და მე მინდა გითხრათ, რატომ გადავწყვიტე და რატო იყო ეს აუცილებელი. ეს არ არის მარტივი კიდევ მეორე, მაგრამ გადამაწყვეტია მარიამ, რამ გადამაწყვეტია და ბატონო კოტე. უყურეთ როგორ არის. მე მყავდა 14 ადვოკატი. 7-8 შეკრული სადღაც, 7-8 კიდევ დაურეკავდი და ტელეფონს არ იღებდა. აი ამით განაწყენებულია საქართველოში 90% ადამიანი. მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, უჭერს, ხო? და ფულს გიხდის, რომ შენ მისი საქმე გამოიძიო, რაც არის ის, გამოუძიო, გვერდზე დაუდგე, იმუშავე, ადვოკატი ხარ, ხო? რაც შედის ადვოკატის ფუნქციაში, ხო? ამ დროს ადამიანი არის ჩაკეტილი, რაღაცა ძლივს ახერხებს, რომ დაგირეკოს და შენ ტელეფონს არ იღებ. ეს მე პირადად შემემთხვევა ძალიან ბევრჯერ. და ვერ ვნახე მე მთელ ციხეში 15000 პატიმარიზის და ვერ ვნახე ადამიანი ისეთი, რომ პატიმაზე, ადვოკატზე არ იყოს განაწყენებული. და ვიფიქრე, რომ რატომ ხდება ეს ესე, ხო? მარტო ფული ხო არ არის ადამიანს, როცა უჭირს და გიხდის, ბოლომდე უნდა მიიყვანო ის საქმე. მართალია თუ მტყვანია, უნდა დაუმტკიცო, რომ მტყვანი ხარ და რა ვქნა, უნდა დაждე ამ თუ მართალია, უნდა ეცადო, რომ გაამართლო, ხო? ერთი ადვოკატი არის, 14 ადვოკატიდან მარიამ, ერთი ადვოკატია, რომელიც დამამახსოვრდება ზურა როსტიაშვილი. აი ამ კაცმა თავი დამამახსოვრა, აი ერთი კაცი, რომელზეც ვამბობ ამ 14-დან, 14 მე ნაგავი იყო. პირდაპირ გეუნები. და ვეუნები 14-ს ერთი მოვიდნენ, ახლა აქ დაждდნენ და ერთჯერ რატო არ მოვიდნენ? ერთჯერ რატო არ მოვიდნენ? 2 წელიწადია გამოსული ვარ, ხო? მოსულიყვნენ ერთი მოენახულები არა. ერთი ადვოკატი 14-დან, რომელიც მე დამამახსოვრდება, ეს არის ზურა როსტიაშვილი, რომელიც ბოლო დღემდე გვერდზე დამიკრა. რისთვისაც ბატონ ზურავს მადლობას ვუხდი. რაც შეეხება ჩვენი გეგმა რა არის? ჩვენი გეგმა არის, შეხედეთ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ უმაღლეს დონეზე იურიდიული სამსახურის ზუსტად 30 ადამიანზე. ამ 30 ადამიანს გოგო ბიჭებს ეყოლება 4 ზედამხედველი. როგორც სისხლში, ისე სამოქალაქოში. აი ამ ზედამხედველს კიდე ზედამხედველი ეყოლება. ჩვენ ახლა ვაცხადებთ დღეს ვაკანსიას. მე ვარ უკმაყოფილო ადვოკატების, როგორც ბევრი სხვა. აი არსებობს 2 წიგნი. ეს არის საქართველოს კონსტიტუცია. აგერ არის საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა. რაც კანონის ფარგლებში იქნება ბატონო კოტე, ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ ადამიანებს. აი აქ არ იქნება იმისიანი, ამისიანი, მიკერძოებული, იქ მოგიგوارებ, არ მოგიგوارებ, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ იქ აწერია სიმართლის დრო. აი ამ სიმართლეში დაგეხმარებიან. მეორე არის ქალბატონო მარიამ, არის ჩვენ გვაქვს ერთი ბიბლია. აი ეს ბიბლია არის დღეს
ყველაფერი ქვეყანაში. სინდის, ნამუსი, ღირსება, პატიოსნება, ყველაფერი არის ეს და ჩვენ ეს ამას უნდა გავურთხილდეთ. ჩვენ ამის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ადამიანები ტყუილა არ უნდა დაისაჯოს და ტყუილა ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო რა, გამეკეთებია და ვთქვი რომ უცებ გავაკეთებ მეთქი და დავაანონსეთ დუბაიში და მე რო უკვე საქმეზე მივიდა, ეს არ ყოფილა ისეთი მარტივი რომ მეგონა და ამისთვის მე გავაკეთე თვითონ შენობა, ოთახები თქვენ იცით რომ ევრო 5 კი არ არის ჩვენი სტანდარტებით გაკეთებული, აი ბურჯ ხალიფა როა დუბაიში, ხო, საუკეთესო ადგილი, ხო, სასტუმროც არის, სავაჭრო ცენტრიც და არის ევრო 7, ხო? აი იგივე დონეზე გავაკეთეთ ჩვენ ეს იურიდიული სამსახური. ჯერ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ვიზუალი. მერე, რა თქმა უნდა, კარგი თანამშრომლები, გამოცდილები. ჩვენ დღეს ვაცხადებთ ვაკანსიას. 10-15 დღის განმავლობაში მოუწოდებ 30 ახალგაზრდას გოგო ბიჭებს, რომლებმაც დაამთავრეს გუშინ წინ უმაღლესი სასწავლებელი, ყველა მოვიდეს ჩვენთან, ჩვენ შევისწავლით ვინ როგორ რა და ისეთი ადამიანები ჩაიბარებენ, რომ ჩათვალეთ ხელფასიც ექნებათ, ბონუსიც ექნებათ და წარმოიდგინე ისეთ იურისტებთან იმუშავებენ, კვალიფიციურ იურისტებთან, რომელიც არსად არაფერში რო გასულები არ არიან. ეს არის ევროსტანდარტი და ეს არის მოთხოვნა. მე მინდა დღეს გამოვაცხადო ვაკანსია. 30-ის რეალურად 40 მარტო იქნება თანამშრომელი, მძღოლიც 1-15, ყველა იურისტს, ადვოკატს ჩვენთან მოსულს ეყოლება საუკეთესო ბრენდის ელექტროავტომობილები და ჩვენ ეს ვანახეთ ამას წინათ და აი ამ წუთიდან შეგიძლიათ გამოვაცხადოთ თქვენი ვაკანსია. უფრო გასაგები რო იყოს, როგორი რა იყო CV რეზიუმე, ხო? აი აქ არის ბატონი კოტე, აქ არის მარიამი. კოტე მთლიანობაში ხელმძღვანელობს დღეს მათემოტორსის სხვადასხვა საკითხებს, მაგრამ ახლა უკვე მარიამიც აქ არის. მარიამიც ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც მე ნდობა გამოუცხადე და ერთად დარწმუნებული ვარ, რომ წინ წაიწევენ ყოველდღე თვითონ აბიჯით. ჩემთვის თავარი იქნება, რომ მაქსიმუმ დავეხმაროთ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებსაც უჭერს და გავთხილებთ, რომ ვინც დარეკავს ციხიდან და რომ დაჭირდება კონსულტაცია ან ციხეში მისვლა, ეს იქნება 100% უფასოდ. და ახლა რა თქმა უნდა, ციხეში ადამიანი დახინებული არავინ არ ზის, ხო? ციხიდან ვინც დაგვირეკავს და შეგვიკვეთავს უკვე საქმეს, მაგათვისაც ჩათვალე ეს იქნება 50% უფრო დაბალი ფასი, ვიდრე ვიღაცა სადღაც რაღაცა მშენებლობის თუ სხვადასხვა საქმეში დავიჭირდებით. აქ იქნება აგრეთვე კერძო დეტექტივი. კანონში რაც ჯდება, კერძო დეტექტივი გამოიძიებენ, ეს იქნება ცალკე თემა და იქნება ჟურნალისტური გამოძიებაც, ვისაც დაჭირდება ჟურნალისტური გამოძიებაც იქნება. არიან ადამიანები, მარიამ, მე ბევრი შემხვდა ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ მე გამომიძიე. ამერიკელმა, ინგლისელმა და ქართველმა ადამიანმა ხელი მომიწეროს, რომ მე მართალი ვიყავი, მე არ მინდა თქვენი სასამართლო. მე მივდივარ, რომ ჩემს პარტნიორებთან უცხოელებზეა საუბარი, რომ თავი ვიმართლო. და მე სტრასბურგში წაიღებენ, თუ სად წაიღებენ, ეს ჩვენი საქმე არა. თუ ჩვენ მერე შეგვიკვეთეს სტრასბურგში წაღება, ჩვენი გოგო ბიჭები ამას მიხედავენ. ერთი ადამიანი მარიამ არ არის ჯერ დანიშნული. CV, ხო? CV-ს ეძახით, ხო? რეზიუმე. მოსული არის 1000-მდე, ხო? მაგრამ ჩვენ კიდევ გვინდა ახალგაზრდები, ვიმეორებ. ნუ შეწუხდებიან ის ადამიანები, რომლებიც ნახევარმა საქართველოს მიცის როგორც მათყუარები. ისეთები ნუ გამოგვეხმაურებიან. ვინაიდან ამ ახალგაზრდებს ეყოლებათ უკან ადამიანები, რომლებიც შეცდომას არ დააშვებიებენ. ნებისმიერი ადამიანის საქმე იქნება უმაღლეს დონეზე გამოძიებული. თუ საჭირო გახდა 30-ივე ჩაერთვება ერთ საქმეში, ეს არ იქნება
პრობლემა. რაც შეეხება მთავარ საქმეს. მთავარი საქმე ჩემთვის არის ვინ დაждდება აი ამ სკამზე. ამ სკამზე უნდა დაждდეს ადამიანი, რომელიც არის არაკორუმპირებული, მაგარი იურისტი და თვითონ პიროვნება კარგი ადამიანი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ტკივილს გულთან ახლოს მიიტანს. მე მინდა უთხრა მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს ვაკანსია და მე ახლა გეტყვით, ვაკანსია კი არა. მე მოვიაზრებ ორ ადამიანს. იმ ორი ადამიანიდან თუ მოვა ერთ-ერთი, ის ამ სკამზე დაждდება, იქნება გენერალური დირექტორი და სავარაუდოდ იქნება ძალიან კარგი ხელფასი ნებისმიერ მინისტრზე, აგერ გეუბნები მარია. კოტე, ნებისმიერ მინისტრზე 10-ჯერ მეტი ხელფასი ექნება და დანარჩენი კიდე ავტომობილიც ეყოლება და კიდე სხვა და სხვა. ვიმეორებ იმ ადამიანის სახელს მე ვეტყვი ქეთის და ამას ჩვენ გავიმეორებ. ვინც წარმომიდგენია რომ აქ დაждდეს თუ არა და თუ არის ისეთი ვინმე გამომძიებელი იქნება, ადვოკატი იქნება, ყოფილი პროკურორი, ყოფილი მოსამართლე, იმ დონის რომ ხალხს უყვარს და ხალხი უყვარს, იმ ადგილს აი ამ სკამს დაუთმობდი და ამ სათივით აწყობილ საქმეს. კოტე, რამეს დაამატებდი? ერთი დავამატებ იმას, რომ ძალიან კარგი კომპანია, საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეიქმნა და ველოდებით უკვე ადამიანებს, რომელიც გოგონებს და ბიჭებს, რომელიც მოვლენ, მინდა რომ ერთი რაც უთხრა, ეს იქნება ისეთი კომპანია, საიდანაც თითოეული მოხმარებელი იქნება კმაყოფილი. ეს იქნება პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ეს ადამიანები ჩვენ მოგმართავენ, ეს ადამიანები აქედან წავიდნენ კმაყოფილი. რაც ისი პრობლემაც ახლა ამ კუჩით დგას ჩვენ ქვეყანაში. ეს მინდა რომ ქალბატონო მარიამ, თქვენ რა სიტყვით? მე ვიტყვი იმას, რომ ბატონებმა ძალიან კარგი შანსი გაძლევთ, რომ გამოიყენოს თქვენი ცოდნა და პროფესიონალიზმი, ამიტომ გამოგეხმაურეთ, გამოაგზავნეთ თქვენი პენსიონერი, ჩვენ შევარჩევთ კადრებს და ჩვენს გუნდში ძალიან გულწრფელად ვიქნებით თავი. ჩვენ მარიამ, კოტე, ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდები წავიდნენ მოცხოეთში. ჩვენ იმდენად კარგი ახალგაზრდები გვყავს, აი ჩვენ ვიყავით გუშინ ბაკურიანში, ორჯომში. წარმოიდგინე რა ახალგაზრდები არიან, ხო როგორ მოგვეფერენ. აი როგორი კარგია თაობა. იმდენად კარგი თაობა, ერთ რამაზე მწყდება გული. აი ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო და თქვა, აი გული რაზე მწყდება, იცი, მაინც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. მართალია დღეს მე ამას არ მეკითხებიან, მაგრამ ბევრ რამეზე მწყდება გული, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენ უნდა საქართველოს მოვახმაროთ მათი გამოცდილება, მათი ცოდნა და ეს გოგო-ბიჭები უცხოეთში რომ მიდიან, ეს ჩემთვის არის შეიძლება ზოგი უსაქმური ხო იცი, არაფრის მაქნესი რო არ არის 1000 რაღაცას წერენ, მე არ უყურებ ამ Facebook-ს არიან აქ ხო, ვინც ამას ჩვენ ამით რას ვაკეთებ? ხალხს ვეუბნებით, რომ ისი გაკეთება შეგვიძლია ეს იურიდიული სამსახური იქნება თუ ავტომობილის გაყიდვა იქნება თუ რაც იქნება და ვიღაცა რაღაცას რო დაგიწერს, ეს არის სამარცხვინო ადამიანები. ჩვენ ვამბობთ, რომ დაგასაქმებ და შენ მეუბნები, რომ ტყუილს ამბობ, ხო? ვიღაცა დაგიწერს, ეს ადამიანები არიან. მარი, იცოდე, ქალბატონო მარიამ და კოტე იცოდე, ესეთი ადამიანები ღმერთისგან დაწყევლილები არიან და ერთმა ხო იცი რა მითხრა, ერთს დაუწერია და გუშინ მანახეს, რომ მამა ჩემი რატო არ იყო შენნაირიო, ან ბაბუა ჩემი. ახლა ეს ჩემი ბრალი ხო არ არის. ეს ბაბუა შენს უნდა იფიქრა, რომ შენ კარგად ყოფილიყავი. ეს მამა შენს უნდა იფიქრა, რომ შენ კარგად ყოფილიყავი, ხო? აქ მთავარი არ არის უმაღლესი დონის განათლება. არა, თავი ზოგიერთს დიდი აქვს, მაგრამ ტვინი არ აქვს. ვინც ახლა Facebook-ს ადამიანს, რომელიც დღე და ღამე ქვეყანაზე ფიქრობს, ბიუჯეტში ფული შეაქვს, ადამიანებს ასაქმებს, ისეთ რაღაცას დაუწერ, რომ სამარცხვინოს, ხო და თავი ამოდენა აქვს, მაგრამ ტვინია გამოდენა, ხო? და ესენი სამარცხვინო ხალხია და ჩვენ მაგათ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ ვართ სისხლი და ხორცით ქართველები და გვინდა ჩვენი ცოდნა გამოცდილება საქართველოს მოვახმაროთ. გისურვებთ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ
კოტე, აგერ არის ბატონი კოტე, აგერ არის ქალბატონი მარიამი, აი ეს არის ტელეფონის ნომერი, აი ამ მისამართზე გამოაცხადეთ ვაკანსია, ზუსტად დღეიდან ალბათ 10 მაქსიმუმ 15 დღე იქნება დრო, ვინაიდან ძალიან ბევრია შემოსული, ამას ერთ დღეს მე დავიშლები და განვიხილავთ, დაუძახებთ იმ ადამიანებს და რა ვიცი, ხელფასი იქნება ძალიან დიდი, ნებისმიერ რიგით იურისტზე თუ ადვოკატზე მოემსახურება ან თვითონ ივლის ახალი ავტომობილით და ბონუსი იქნება კიდე ძალიან დიდი. ნებისმიერ ადვოკატს, ნებისმიერ იურისტს, რომელიც ჩემთან მოვა, ნებისმიერ მინისტრზე 7-ჯერ, 8-ჯერ, 9-ჯერ, 10-ჯერ და შეიძლება 20-ჯერ მეტი შემოსავალი გქონდეს და ეს შანსი არ უნდა დაკარგოთ. მე კიდე ერთჯერ ვამბობ, ზოგჯერ მეუნებიან რომ ერთ დღეს მე და მარიამა გავაკეთეთ რაღაცა პატარა ჩანაწერი და ზოგჯერ ერთ ვიღაცას კიდე დაუწერია, იმიტომ რომ ხალხი არის, ვინც ამას უყურებს, ხო, შე რა გინდა? აი გეკითხები მარია, მე რა მინდა? აი მე რა მინდა? მე მინდა რომ ქეთი კარგად იყოს და არ წავიდეს საქართველოდან, თორე ქეთისნაირს, კოტესნაირს, თქვენნაირ ახალგაზრდებს ნებისმიერი კომპანია იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, ხო? და ქეთს მიდიან და ევროპაში ადამიანი რო წავა, იმდენად კომფორტულად გრძნობს მე ევროპაში თავს, უკან არ წამოვა. და რო არ წამოვა უკან, დავრჩებით მე ჩვენ და ჩვენ უთქვენოდ არაფერი არა ვართ. ამიტომ მინდა ყველა ახალგაზრდას უთხრა, მე ამ წუთას რაც შემიძლია 30 ადვოკატი გვეყოლება, ერთი გენერალური დირექტორი და იმ გენერალურ დირექტორსაც ვეძებთ უმაღლეს დონეზე განათლებულ ჭკვიანს და აი ამ სკამს დაუთმობთ და აი ამ წუთას ჩვენ შეგვიძლია 30 ადვოკატი იქნება თუ იურისტი დავასაქმოთ და გელოდებით. გისურვებთ წარმატებას და ხო დამავიწყდა რა მინდაო, ხო? მოწერა რა გინდაო. მე არაფერი არ მინდა. შვილი მყავს, შვილი მყავს, ერთი ცოლი მყავს, მანქანა მყავს და შერი არ მოვკვდები, ხო? მაგრამ მე მინდა რომ თქვენთან ერთად ვიყო, ხო? აი გუშინ ჩვენ მაგალითად რო ვიყავით ბაკურიანში. აი მინდა კიდევ ერთჯერ თქვა რომ ყველა პატრულის თანამშრომელს მინდა ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადო. აი როგორ არის ისი? ბჭო, პატრულის თანამშრომელი არის ადამიანი, ჩვეულებრივი. მე პატრულის თანამშრომელი აქ რომ მომექცა. აი როგორ იცით? უცხოელები იჯდა მანქანაში, ხო? და გადაკეტილი იყოს ის გზა და აგერ ქონდა მისასვლელი და ახლა ჩვენ აუ ვამბობთ რომ ჩვენ მაგრები ვართ საქართველოში, ჩვენი პატრული კარგად მუშაობს და გავაჩერეთ და პატრულს ვთხოვეთ რომ აი იქა გვაქვს მისასვლელი და სტუმრები ყავს მანქანაში და ესე გაწია თავისი მანქანა. აგერ მოხდა, აგერ ვარში გელოვანის გამზირზე. ესე მანქანა გაწია, მარი, და გაგვატარა. კი ბატონო, მიბრძანდით რომ აი ეს არის დაუწერელი კანონი და ეს არის კაცური. და ჩვენ არ ვყავს ახლა ისეთი თანამშრომლები საქართველოში პატრულის თანამშრომელი, რომლებიც რამე ცუდს იკადრებენ, ხო? მე პირადად მაგალითად მადლიერი ვარ, აი გუშინ რაც მოხდა პატრულის შემთხვევაში, გუშინ წინ, იმის წინ, ხო? ყველანი ერთმანეთზე უკეთესები არიან. რაღაცა კი დავალებები არის ისეთი, რომელიც ადამიანებს არ მოწონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემები ყველაფერი რა თქმა უნდა ეტაპობრივად მოგვარდეს. გისურვებთ წარმატებას და მარი და კოტე გელოდებათ 30-40 ადამიანს კიდევ დავასაქმებთ. გისურვებთ წარმატებას.